გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემონ გიორხელიძესთან ერთად. თავარი მიმოხილვის დღეა და მე მინდა იგი დავიწყო საგარეო პოლიტიკით, იმ ვითარებით, რომელიც დღეს მსოფლიოშია შექმნილი, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ პროექცირება მოვახდინოთ ჩვენ ქვეყანაზე და ვნახოთ რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ჩვენზე და რა სიტუაციაში ვიმყოფებით. გადავამოწმებ ხმას ბოლო. ნახო კადრი. მე მგონი კარგია. შეგვიძლია გავაგრძელოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ისა, რაც ირანთან მიმართებაში ხდება და დღეს უკვე მსოფლიოში არ არსებობს ყოველ შემთხვევაში მე რასაც თვალს ვადევნებ შეერთებული შტატების, ევროპის პრესა იქნება, აზიური პრესა იქნება, რომ არ საუბრობდნენ იმაზე, რომ პირველი დღის მოლოდინებში, რომ ვინმეს ეჭვი შეეტანა და ეთქვა, რომ ირანს ექნებოდა უპირატესობა, ცალსახად დასცინებდნენ მას. მე შემიძლია გითხრათ, რომ მე თავად აღმოჩნდი ამ მდგომარეობაში, როცა ვაფასებდი იმ რეალობას, რაც ირანის ირგვლივ არის და რაც ირანში იყო შექმნილი, თუმცა მე ყოველთვის ხაზს ვსვამდი, მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ როგორ დამოკიდებულებაში ვართ ირანთან, გვიყვარს, არ გვიყვარს, ისტორიული მტერი იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავარია ჩვენ ვისწავლოთ იმის გარჩევა თუ რა ხდება. დღეს კი აშკარაა, რომ უპირატესობა მთლიანად არის ირანის მხარეს და შეერთებული შტატების პრეზიდენტი აშკარად ეძებს გზებს გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მას აქვს უზარმაზარი ზეწოლა, ეკონომიკური ზეწოლა, უკმაყოფილება, რომელიც ამერიკის შიგნით არის და პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან დაძაბული, ძალიან გამწვავებული, ერთი შეხედვით თითქოს და მოულოდნელი, თუმცა მე ამის შესახებ მყოფი და გამბედაობა დამეწერა, რომ შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური მიზნები და ევროპის მიზნები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და მე იმის უფლებაც მივეცი, წლებია თავს, რომ მე თქვა, რომ ნატოსა და ევროკავშირის ფუნქცია ამოწურულია, იგი არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების რაიმე სტრატეგიულ ინსტრუმენტს, მან შეასრულა ყველაფერი თავისი ფუნქცია და ისინი ალბათ მალე დროში, გარკვეულ დროში ჩამოცილდებიან რეალობას. ბოლოს კი ტრამპმა განაცხადა, რომ
ამერიკისა და ნატოს გზა არ არის ერთი გზა, რადგან ისინი არ მიეხმარნენ მას ირანის ომში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შემდეგ იყო მერცის ინტერვიუ, როცა ის ძალიან უხეშად საუბრობს, რომ არ მოვითმენთ იმას, რომ თქვენ გველაპარაკებით მედიის, ანუ თქვენი სოციალური ქსელის მეშვეობით იმის ნაცვლად პირდაპირ დიალოგისაო და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა გასაგებია, სულაც არ არის მოულოდნელი, ეხლა შიგადაპირისპირება დაიწყო ისრაელშიც, ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ წარმოიდგინეთ თქვენ ხელშეუხებელი ორგანიზაცია, რომელიც ათეული წლებია კონსენსუსის საფუძველზე აკეთებს თავის საქმეს, დაზვერვა ისრაელისა მოსადი, მათო გადაჭარბებული წარმოდგენა შეგვიქმნესო ირანში არსებულ მდგომარეობაზე და რომ იქ ხალხი აჯანყდებოდა. ეხლა მე გავავლებ პარალელს იმ ანალიზებს შორის, რომელიც მე გავაკეთე 2022 წლის 24 თებერვლიდან, როცა რუსები შეიჭრნენ უკრაინაში და იმ ანალიზებს, რომელიც მე გავაკეთე ირანის მოვლენების დაწყებამდე, იმიტომ რომ ჩემი ანალიზის მთავარი მიზანი იყო რეალობაში გავრკვეულიყავი იმაში, თუ რა ხდებოდა ერთ თუ მეორე ქვეყანაში, ვის რა მიზნები ჰქონდა, რა მოტივაციები ჰქონდა. შემდეგ დეტალურად ავხსენი ასიმეტრიის კანონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თქვენ ახლა ხედავთ, რომ ისრაელი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მისი ნაქები მილიარდიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა ფაქტიურად ეფექტურად არ მუშაობს. შეერთებული შტატების ბაზები პრაქტიკულად განადგურებულია. დღეს სხვათა შორის ირანმა დაბომბა დუბაიში ძალიან სერიოზული საწყობი, რომელშიც, როგორც ამბობენ, 20-ზე მეტი უკრაინელი იყო. თქვენ იცით ზელენსკის ნათქვამი, რომ ის გაუშვებს უპილოტოების წინააღმდეგ მომზადებულ ჯგუფს, ბრძოლის ჯგუფს და ყველა ისინი მე მგონი უკვე იმ ქვეყნად არიან, რაზეც მიუთითებს ის, რაც ღიად თქვეს ირანელებმა, უკრაინა არის ჩვენი პირდაპირი სამიზნე და ეს სამიზნე უკვე ერთ-ერთი სამიზნე ამოღებულია სამწუხაროდ მიზანში. რა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს? დღესდღეობით ცნობილია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა 2000 სადესანტო ნაწილი, 2000 ჯარისკაცისგან შემდგარი და ასეთე 5000-მდე კარგად მომზადებული ნაწილები, ეგრეთ წოდებული საზღვაო ფეხოსნებისა გაუშვა. 5000 კაცზე გათვლა რაიმე სერიოზული ოპერაციისა, ჩვენ რომ მივიღოთ, რომ აი ამერიკელებმა გაუშვეს, ჩვენ ვიქნებით არასერიოზული, იმიტომ რომ 5000 კაცი, 7000 კაცი, 70000 კაცი არაფერს არ წყვეტს, ვერ წყვეტს, რადგან ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ქვეყნის დამცველი ჯარი ერაყის მაგალითზე, სადაც 170,000 ამერიკელი ჯარისკაცი და 30,000 ნატოელი, მისი მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცები თითქმის 9 თვე იბრძოდნენ ერაყის არმიის წინააღმდეგ და ძლივს მიაღწიეს გამარჯვებას. ეხლა აქ სულ სხვა რამე იქნება. თითქოს და გაახმიანდა ის, რომ მხოლოდ ორმუზის ყურის გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არარეალურია. მთელი ფარული ფლოტი აღმოაჩნდა ირანს, ძალიან სწრაფმავალი
საზღვაო საშუალებებისა, მცირე ზომის, ძალიან მოქნილი საშუალებებისა, მან ჯარი აქვს, მას უკვე ჯარი ყავს იქ გადასხმული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მიუხედავად ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ ირანელებს სურვილი აქვთ, რომ მოლაპარაკება აწარმოონ. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. ბოლოს ზუსტად არის ცნობილი, რომ 15 პუნქტიანი გეგმა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გადაეცა ირანის დღევანდელ ხელისუფლებას და ირანის ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ყველაფერი და წამოაყენა კონტრგეგმა, რომელიც ითვალისწინებს გარანტიებს დაუსმელობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ყველა სანქციის მოხსნას ირანზე და არადა ეს სანქციები 1979 წლიდან არის დადებული, როცა ამერიკული საელჩო 250 დღეზე ცოტა მეტი ხნით იყო ირანელი დავარქვათ რაც გნებავთ იმას სპეცნაწილების თუ ჯარისკაცების მიერ დაკავებული, რამაც საშინლად გაართულა ამერიკა-ირანის ურთიერთობა. ირანელები არ მიდიან არავითარ მოლაპარაკებაზე და ისინი არ მიდიან მით უფრო მოლაპარაკებაზე, რადგან 4 კვირის ომის შემდეგ მათი უპირატესობა აშკარა არის. კიდე გეუბნებით, თავის მოტყუება თუ არ უნდა საქართველოში ვინმეს, არადა ეს წყალწაღებული აზროვნების ხალხი, რომელიც დღეს ვნახე სახლში გვიანდრომ შემოვედი დებატებზე იყო ევროპაში ინტეგრაციის შესახებ დებატებს მართავდნენ, ანუ ხალხი უბრალოდ გასულია გაღმა საღიაზროვნებიდან და აბოლებენ ხალხს იმას, თითქოს დისკუსია მიდის, რამდენად მაგარი ევროპული ორიენტაციის ხალხია, ხო? უსაშველოდ ცუდი მდგომარეობა. ამერიკელები ეძებენ ყველანაირ გზას, მაგრამ არანაირი გზა რეალურად არ ჩანს. აი პარადოქსი რაც არის და მოხდა ის, რაც ასევე თითქოს და მოულოდნელი იყო, მაგრამ მოულოდნელი იყო მათთვის, ვინც აყოლილია ილუზიით. პაქს ისრაელიანა აღარ შედგა. პაქს ისრაელიანა, ისე როგორც იყო პაქს ამერიკანა, ანუ ამერიკის სამყარო, ისრაელური სამყარო და ასე შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ამ ომის შემდეგ სერიოზული გამარჯვებული ისრაელის დომინირებას რეგიონში და ნატოს მსგავსი ურთიერთობების შეკრას იმ არაბულ და მუსულმანურ სახელმწიფოებთან, რომელიც დაპირისპირებული იქნებოდნენ ირანთან. იყო თუ არა ეს შეცდომა? ცხადია იყო შეცდომა. ამიტომ არავითარი დიდი ისრაელი არ იქნება, არავითარი პაქს ისრაელიანა არ იქნება და როგორ გაისტუმრებენ თვითონ ებრაელი ისრაელის მოქალაქეები ნათანიაჰუს ამ ნამდვილად მახინჯ ხელისუფლებას, ეს ცალკე საკითხი, ამას თვითონ ებრაელები გადაწყვეტენ, თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამით ჯერ არაფერი ბოლომდე არ არის მისული, მაგრამ რაიმე შანსი აქვს ისრაელს, რომ ოდნავ მაინც წინააღმდეგობა გასწიოს. დიახ, მან მიაღწია გარკვეულ წარმატებებს ჰეზბოლასთან და ჰამასთან ბრძოლებში, მაგრამ ორივე არსებობს, განადგურებული არც ერთი არ არის. ეხლა კიდევ უფრო შორს რომ გავიხედოთ, ჰუსიტებმა განაცხადეს პირობები და თუ ეს პირობები არ იქნება, ისინი ომში ჩაებმებიან და ამდენად გამოვლენ ამერიკის წინააღმდეგ. ამერიკის ურთიერთობა მის ტრადიციულ მოკავშირეებთან და ფაქტიურად მისი ამერიკული წყალობით რომ არსებობს დღეს საუდის არაბეთის ძალზე ცუდ რეჟიმთან ფაქტობრივად იმ დონეზე დააკნინა ტრამპმა მემკვიდრე პრინცი სალმანი, რომ მეტი არ შეიძლება ღია ეთერში პირდაპირ შეხვედრაზე თქვა, რომ ტრაქზე უნდა მაკოცოსო იმისთვის, რაც მე მას გაუკეთეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ შეუძლებელია
ღირსეული ურთიერთობა იყოს ორ სახელმწიფოს შორის, როდესაც ერთ-ერთ თუგნებავთ უფრო ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია დაყნინებითი ფორმით დამამცირებელი შეფასებები გააკეთოს მისი პარტნიორი ქვეყნის არადა ხელმძღვანელის წინაშე, არადა ამ სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მათ შორის საუდის არაბეთსაც ცალკე დიდი იმედი ჰქონდათ იმისა, რომ ამერიკული ბაზები და ამერიკასთან მჭიდრო ურთიერთობა მათ რაიმე მშვიდობიანი ცხოვრების გარანტს მისცემდა და შესაძლებლობას მისცემდა განეხორციელებინა ის, რაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კარგი ბიზნეს პროექტები გამოვიდა, კატარი, ბაჰრეინი, აბუ-დაბი და ასე შემდეგ, ფანტასტიკურად მოდი ასე ვთქვათ, განვითარდნენ, საოცარი რაღაცეები აშენდა, მაგრამ ჩვენ ქართველებმა ეხლა უნდა შევხედოთ ამ სპარსეთის ყურის უმდიდრეს ხელოვნურ სახელმწიფოებს იმ თვალსაზრისით, რაც ჩვენს ბუნებრივ უპირატესობას წარმოადგენს. ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ გვაქვს ფანტასტიკური ისტორია, ჩვენ გვაქვს საოცარი სირთულეები გადატანილი საკუთარი თავის გადასარჩენად, საკუთარი კულტურის განვითარებისთვის და შეცდომებით, არაშეცდომებით, მაგრამ თავარი ისა დღემდე მოვახციეთ და ეს არის ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა, იმიტომ რომ ჩვენ მყარ ფუძეზე აღმოცენებული ხალხი ვართ. თუ დღევანდელობას არ გავანადგურებთ ამ ყველაფერს, არადა ამის აშკარა საფრთხეები არსებობს წინა ხელისუფლებისა და დღევანდელი ხელისუფლების მიერ. ესე იგი, ბრიტანეთის იმპერიის მიერ ხელოვნურად დაყოფილი უდაბნო, რომელსაც დაარქვეს, გაატარეს თვითონ ბრიტანელებმა ეს საზღვრები, თვითონ აირჩიეს ბედუინების ლიდერები, დანიშნეს ისინი ამ ხელოვნური სახელმწიფოების ხელმძღვანელებად, მმართველებად, მათი ლეგიტიმაცია ნულოვანია, მათი მიჯაჭვულობა იმასთან, რასაც საკუთარი მიწა ქვია, საკუთარი ისტორია ქვია, საკუთარი კულტურა, ფაქტობრივად ნულოვანია. იმიტომ რომ ეს სახელმწიფოები არანაირ მყარ ნიადაგზე არ არის, ყველანი ბედუინები იყვნენ, სხვადასხვა ტომების დადიოდნენ ამ უსაზღვრო უდაბნოში, ერთმანეთს ებრძოდნენ, ზოგჯერ მოილაპარაკებდნენ, მაგრამ ეს სხვა მენტალიტეტია, ვიდრე სახელმწიფოს მართვა. სახელმწიფოს მართვა კი მათ დაიწყეს ბაზების შექმნით ამერიკელებისთვის და ღიად ამერიკელებს არასდროს დაუმალავთ, რომ მათი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო ირანი და ამდენად ესე ძალიან საყურებელი დღებია საქართველოსთვის. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაუშვეს მეზობელი სახელმწიფოს წინაშე გარე დაინტერესებული სახელმწიფო, ძალიან ძლავრი უპირველესი სახელმწიფოს ინტერესების გატარება იმის ნაცვლად, რომ მეზობელს მოელაპარაკო და ეს ყველაზე იოლია, ხას უსვამ ინტერესების ბალანსით თუ მიდის მოლაპარაკება და არა ვირეშმაკული, მარიონეტული, გარედან თავს მოხვეული პოლიტიკის მეშვეობით, მაშინ ჩდება პრობლემები. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს 21 საუკუნეა, დღეს ინტერესები დაბალანსებული უნდა იყოს, უსაფრთხოება სახელმწიფოსი დაბალანსებული უნდა იყოს და არავის არ სურს ომი, არავის არ სურს სხვისი დაპყრობა. გამორიცხულია არავინ 21 საუკუნეში შენ თუ არ გაგაჩნია მყარი მოტივაცია წინააღმდეგობის გატევისა, ვინმე რაიმე დაგაპყრობინოს, ან და ვინმე მოგწეს იმის საშუალება იყო მუდმივი საფრთხე სხვა სახელმწიფოებისა. აქედან რაც
სპარსეთის ყურის ხელოვნურ სახელმწიფოებს, უმდიდრეს სახელმწიფოებს, აბსოლუტურად არალეგიტიმურ ხელისუფლებებს, დღევანდელი ხელისუფლების გასაგონად და არაფორმალური ლიდერის გასაგონად ვამბობ. არაფორმალური ფლობელი საქართველოსა, ხო? ლეგიტიმურობა პოლიტიკაში არის ფუნდამენტი. ლეგიტიმურობის წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმა და ლეგიტიმურობის იგნორირება პოლიტიკაში ადრე თუ გვიან და არა გვიან, არამედ უფრო ადრე გახდება კატასტროფის, პიროვნული კატასტროფის მიზანი. მაგრამ ჩვენი პრობლემა არ არის ვინმეს პიროვნული კატასტროფის თავიდან არიდება, თუ ეს პიროვნება თავად მიდის კატასტროფისაკენ. ჩვენი მთავარი მიზანი არის ჩვენი მოქმედებების, ჩვენი საუბრისა, რომ ეს ქვეყანა არ აღმოჩნდეს კატასტროფულ მდგომარეობაში, როცა მას ასეთი არალეგიტიმური ხელისუფლება ყავს, არალეგიტიმური ხალხო. კიდე გეუბნებით, არ ვამბობ ამას ბოროტი მიზნით, არ ვამბობ ვინმე შეურაცხყოფის მიზნით. საქართველოს დღეს ყავს ხელისუფლება, რომელმაც 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დაიწერა თუ მიიღო დაუშვათ 48%, არავინ არ ცნო და თქვენ გონიათ, რომ ეს ხელისუფლება ლეგიტიმურია? მაშინ კარგად წაიკითხეთ, დღეს რა დავდე? მე დღეს დავდე ფანტასტიკური ესე, ფანტასტიკა ჩემს ნაწერს არ გულისხმობ, ფანტასტიკურ ნაწარმოებს, რომელსაც ჯელობა ნებაყოფლობითი მონობის შესახებ. ყველამ წაიკითხეთ, ყველამ გაიაზრეთ. ეს არის ეტიენ დე ბოესის ფანტასტიკური მე-16 საუკუნეში დაწერილი რევოლუციური, გონებრივი, ინტელექტუალური თვალსაზრისით, თავისი ერუდიციის დონეზე 18 წლის ან 16 წლის იყო, როცა ეს საოცარი რამ დაწერა და იქ მე კომენტარებში ვნახე ის, რასაც მოველოდი, დიახ, ჩვენი თავს ვაიძულებთ ვიყოთ ნებაყოფლობითი მონები არაფორმალური მართლობისა, ვიღაც წინა ბელადისა, ვიღაც ამისა, ვიღაც იმისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ქართველებს აქვს უსაშველო დიდი პრობლემა, რომელიც უნდა მოვერიოთ, ქართულმა ინტელექტმა საბოლოო ჯამში უნდა მოერიოს ამ პრობლემებს და მე აქედან გამომდინარე მინდა ვთქვა, რატომ მოუვიდეთ შეერთებულ შტატებს, რომლებსაც ფანტასტიკური ინსტიტუციონალურად კარგად აწყობილი სახელმწიფო ჰქონდათ ყოველ შემთხვევაში ჩემი სტუდენტობისა და შემდეგ პერიოდში, სანამ არ მოხდა 90-იანი წლების დადგომა, როდესაც ის ერთადერთ ჰეგემონად ფაქტიურად წონასწორობა დაკარგულ მონსტრად იქცა და 30 წელიწადში ფაქტობრივად გაანადგურა ყველა ის უპირატესობა, რასაც 10 წლეულები მოიპოვებდა. რატომ შეეშალათ ისეთ გონიერ ხალხს, ნამდვილად გონიერ ხალხს, მე ცალკე თემა მინდა მეუძღვნა ამას, თუ რატომ არიან ებრაელები გონიერი ხალხი, სად იღებს სათავეს მათი გონიერება, რატომ არიან ისინი ძალიან მასიურად მეცნიერებაში, ხელოვნებაში და რატომ არის მათი აზროვნება კრიტიკულად მოწყობილი და საერთოდ არანაირი კრიტიკული აზროვნება ქართულ აზროვნებაში არ არის, ეს არის პატრონყმობის რაღაც საზღარი ნაზავი, რომელიც დღემდე დაძლეული არ არის, მაგრამ ეს ცალკე თემა. რატომ მოხდა ის, რომ მოცადი, რომელიც სოფლიოში საუკეთესო სადაზვერვო სისტემად ითვლება და მართლაც უსაშველოდ მაგარი იყო თავის დროზე, უშვებს შეცდომებს, ისევე როგორც დასავლეთი და მათ შორის შეერთებული შტატები უკრაინაში კისერმოტეხილები არიან, საშინელი მარცხი აქვს გატარებული, ის რომ
იქ 4 წელი ვითარდება რაღაცეები, ესკალაცია არ მოხდა, უცებ არ მოხდა, დაპყრობა და ასე შემდეგ, ამას სულ სხვა ახსნა აქვს და ერთ-ერთ გადაცემას ამასაც დაუდებ, აქ უნდა ვეძებოთ ჩვენ ის პრობლემები, რუსეთს თვითონ აქვს ხელისუფლებაში, ძალიან მაგარი პრობლემები. მე კარგად ვერ ვხედავ, როგორ მოხდება ამ ხელისუფლების ცვლილება ინსტიტუციონალურ ჩარჩოში, რამდენადაც ჩემთვის მინიშნებებით გახდა ცნობილი, პუტინი მარტო აღარ იღებს უკვე გადაწყვეტილებებს, არის რაღაც ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად რომლის გარეშეც გადაწყვეტილებები არ მიიღება. როგორ განვითარდება მოვლენები ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ დღეს კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც 13 წელი არ შეიძლება იყოს ხელისუფლებაში პოლიტიკური ძალა, აიღეთ საქართველოს მაგალითი, მით უმეტეს არაფორმალური მმართველობა, ისევე წარმოუდგენელია, დაუშვებელია, რომ 26 წელიწადი ერთი ხელისუფლება, ერთი პოლიტიკური ჯგუფი იყოს ხელისუფლებაში და მხოლოდ იმიტომ არ შეიძლება, რომ ეს კლანად ქცეული დაჯგუფება ამ ხელისუფლებისა უკვე ხდება სერიოზული შემაფერხებელი ამ ქვეყნის განვითარებისა. ბოდიში მგონი დამრჩა ხმა და ბოდიში გადაცემაზე ვარ, იქნებ გათიშოთ, ბატონო დავით დაგირეკავთ. გავაგრძელებთ. რა არის მთავარი მიზეზი, რომ ერთდროულად მართლაც ყველაზე განვითარებული დასავლეთი ისრაელი, რომელიც ნამდვილად აგებული იყო ძალიან გონიერ სისტემაზე, მარცხს განიცდის. მე ერთხელ ამის თაობაზე ცოტა გაკვირით ვისაუბრე, მაგრამ თავარი ის არის, რომ როგორც ერთ, ისე მეორე ქვეყანაში მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ხელოვნური ინტელექტი დარჩა, გაჩნდა რატომღაც იქნა ჩათვლილი, რაც სრულიად გამაოგნებელია, კიდე გეუბნებით, მე არა ვარ პოეტი და არა ვარ ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენელი, ძალიან მაგარ ადგილზე მუშაობდი, ძალიან სერიოზული სამეცნიერო საქმიანობას ვეწეოდი და მე ზუსტად ვიცოდი და ვიცი თუ კომპიუტერი რა არის, უზარმაზარი პროგრამები მაქვს გაკეთებული მანქანურ კოდებში, ამდენად თუ შიგნიდან ვიცი რა როგორ ხდება, შეუძლებელია და მე ახალგაზრდების გასაგონად ვამბობ. საკუთარი თავის განვითარება, საკუთარი დამოუკიდებელი ნებისა და აზროვნების უნარი თუ გინდა გქონდეთ, დაივიწყეთ ისეთი რამ, რაც არის ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. ხელოვნური ინტელექტი, ეგრეთ წოდებული, გამოიყენეთ როგორც საძიებო სისტემა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით და დანარჩენი ბევრი იკითხეთ, აანალიზეთ. მხოლოდ რეფლექსიის გზით შეიძლება თქვენ დამოუკიდებელ აზროვნებას მიეჩვიოთ და ეს რომ აუცილებელია, ისრაელის მაგალითზე ჩანს, სხვათა შორის, მე ერთხელ თქვი და გავიმეორებ, როდესაც სახალის სისტემაში, კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს ირანის დაზვერვა, მათაც ძალიან მაღალი დონის განათლება აქვს და განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საინჟინრო სპეციალობები, უსაშველოდ მაგრად განვითარებული, მსოფლიოში ყველაზე რთული და ძალიან მაღალი დონის დაცვებია, სამეცნიერო ხარისხებს რასაც ქვია, სახალის პროგრამაში ისე მართავდნენ
ამ სისტემას ირანის დაზვერვა 4 თვის განმავლობაში, რომ სახალის ხელმძღვანელობა და ხალხი, ვინც ამ საქმეზე მუშაობდა, აზრზეც კი ვერ მოვიდა. ამიტომ შეცდომები დაშვებულია სტრატეგიის დონეზე, დღეს ღია არასაუბარი, რომ სტრატეგიული შეცდომებია დაშვებული და იმ ნეოლიბერალურმა მარაზმმა, რომელსაც დასავლეთი, განსაკუთრებით ევროპა, შეერთებული შტატები, ისრაელსაც არ აკლია ეს უბედურება, აყვნენ ამ სიგლახეს, რომელიც არანაირ ადამიანურ ნორმებში არ ჯდება, როგორ შეიძლება LGBT იყოს სახელმწიფო პოლიტიკა, როგორ შეიძლება LGBT იყოს სხვა ზემოქმედების თუ არა დამცირებისა და დაპყრობის ტექნოლოგია, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში აწყობდე 100,000-იან გეი აღლუმებს და გეგონოს რომ მაგარი ხარ კი არა, აღმოჩნდა რომ მალე რაკეტები აღარ ექნებათ. და თქვენ წარმოგიდგენთ ის ტომოჰაკზე რომ არის საუბარი და ასე შემდეგ, თამაგამ კი არის დაახლოებით 80-იანი წლების რაკეტა. 25% დღევანდელი ტომოჰაკების არ ფუნქციონირებს, არ ფეთქდება. წელიწადში ამერიკელებს შეუძლია დამზადონ 90 ცალი ტომაჰავკი. ეხლა ასეთი ინტენსივობის ბრძოლებისას წელიწადში 90 ტომაჰავკის გაკეთება არის სასაცილოდ ცოტა, ხო, აცივეა სხვაგან. ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ეძებს გამოსავალს. ესე იგი, რაც მოგივა დავითაოს პრინციპია. შევიდა ისეთ საქმეში, არ დაუჯერა თავის დაზვერვას, არ დაუჯერა მრჩეველებს, არავის არ დაუჯერა. ამაზე ვწერდი მე ირანის დაბომბვის დაწყების წინა საღამოც, რომელიც 1000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა და ლამის განსაკუთრებით ეს გონება დაკარგული შინ მიმავლები სიცილით კვდებოდნენ, რომ აი რა პროგნოზებს აკეთებ და ვერასდროს ვერ მოარტყით და ასე შემდეგ. ხო, მე პროგნოზებს არ აკეთებ, მე გიხსნით სიტუაციას. დიახ, დღეს ამერიკელები ცუდ დღეში არიან. მე ვერ ვხედავ იმას, რომ ირანი დათანხმდეს. არა უბრალოდ იმ 15 გამორიცხულია, არამედ დათანხმდეს თავისი პირობების გარდა რაიმეს. შეუძლია თუ არა შეერთებულ შტატებს გამოიყენოს ბირთვული იარაღი. ბირთვული იარაღის გამოყენება, ეს სცენარებიც ყველაფერი გათამაშებულია, ყველაფერზე ძალიან კარგი ანალიზებია, იგივე ამერიკაში. მას უპირატესობას არ მიცემს და პირიქით იმდენად დიდ დარტყმას მიაყენებს შეერთებულ შტატებს, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნება. ახლა თავარია და მე ვფიქრობ, რომ ირანელები არ შეეწინააღმდეგებიან ამას. ტრამპმა მოძებნოს ისეთი გასვლა, რომელსაც გამოაცხადებს გამარჯვებად. ყოველ შემთხვევაში არადამარცხებად. მე არ ვიცი რას მოძებნის, მე ვერ ხედავ ამის ჯერჯერობით რაიმე მონახას, მაგრამ ტრამპის შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, რადგან ის ფაქტობრივად ისრაელთან ერთად დარჩა ამ ომში, დანარჩენი მსოფლიოში არავინ არ დაუჭირა მხარი, ვერც დაუჭერდნენ და რეალურად დგას არა უბრალოდ დამარცხების, არამედ კრახის წინაშე. ირანი როგორც ჩანს 10 წლეულები ემზადებოდა ამისთვის. მისი სარაკეტო მარაგები, მისი უპილოტოების მარაგები, მისი წყალქვეშა კატერები, ბოდიშით წყალქვეშა მცირენავების, წყალზე და სწრაფი კატერების მართვის გარეშე, ანუ ავტომატურ მართვას დაქვემდებარებული იმდენია, რომელიც ალბათ ზუსტად არავინ არ იცის, თუმცა არ დამალეს ირანელებმა და კილომეტრიანი მიწისქვეშა გვირაბები აჩვენეს, სადაც ჯერ კიდევ ყველაფერი გამოტენილია.
აქედან ერთი რამე გაკვეთილი ქართული ხელისუფლებისთვის არის. ქართული ხელისუფლება უჭკუო ხელისუფლება, ხასუსა. მე არ ვამბობ ამას შეურა, მე ვაფასებ იმას. უჭკუობა რაში მდგომარეობს, იცი, რაზეც მე წლებია ვსაუბრობ. არ შეიძლება სამხრეთ კავკასიის სახელმწიფო იყო და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრობდე და გინდოდეს რომ ამით უზარმაზარი საფრთხე შეუქმნა რუსეთს, კარგია რუსეთი ცუდია, ირანისთვის პირდაპირ საფრთხეა ეს ყველაფერი. არანაირ ჭკუაში არ ჯდება, არანაირ სტრატეგიულ გათვლაში არ ხდება. ეს შეიძლება მოვიდეს თავში პროფანებს, პროფანი, არაფრის მცოდნეებს, რომლებიც იმდენად არიან იდეოლოგიურად დამუხტულები და იმდენად არიან იდეოლოგიით გასრესილები, რომ ფეხებზე კიდიათ მეზობლები, შენ როგორ გინდა იარსებო თუ მეზობლებისთვის გინდა მტერი იყო. მიუხედავად იმისა, აზერბაიჯანს ისრაელი ძალიან ახლო ურთიერთობაში იყვნენ და დიდხანს ამზადებდა, ალევმა ვერ გაბედა ის, რისთვისაც მას ამზადებდნენ, ვერ გაბედა ჩრდილო სამხრეთ აზერბაიჯანში, ანუ ირანის აზერბაიჯანში შეჭრა, რადგან მას იქ არანაირი წარმატების შანსი არ ჰქონდა, პირიქით კრახი გარანტირებული ჰქონდა. თურქმენეთი, სადაც ამერიკული თვითმფრინავი რამდენჯერმე დაფრინდა და თითქოს და საუბარი იყო, რომ თურქმენეთიდან შევიდოდნენ, იქ სხვათა შორის ირანის რუკაც რომ დახედოთ, თურქმენეთიდან აი ასე ხელმარჯვნივ არის ქურთების შედარებით ნაკლები, მარცხნივ უფრო დიდი დასახლებაა ქურთებისა. ეგონათ რომ ბელუჯები, სუნიტი მუსულმანები იქნებოდნენ საყრდენი ამ შეჭრისას და არ გამოვიდა. ესე იგი ყველას ეყო გონიერება, რომ არ დაპირისპირებოდა ირანს, რადგან ირანმა აჩვენა, რომ ის ვინც მის მიმართ მტრულად იქნება განწყობილი, მას ფაქტობრივად სახელმწიფოებრივ დონეზე საფრთხე ემუქრება. მე ვერ გეტყვით ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არა ის პირობები, რომელიც გარკვეულწილად ირანს შეუქმნის გარანტიებს და ირანს მისცემს საშუალებას დიპლომატიური გზით დაარეგულიროს ურთიერთობა მეზობლებთან, არც ერთ სახელმწიფოს, ხელოვნურ სახელმწიფოს სპარსეთის ყურეში და საუდის არაბეთს არანაირი შანსი არსებობისა არ გააჩნიათ. ისევე შანსს არსებობისა მოკლავს საქართველოს, თუმცა ასეთი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც დღეს ევროპულ ინტეგრაციაზე და კიდევ იმ ვირეშმაკულ პოლიტიკაზე ლაპარაკობს, რომ სადღაც ნატოში 78 მუხლი კონსტიტუცია უჭირავთ ხელში კაცო, რომელიც ავალდებულებთ მას, ხო? აი ამას ქვია დილეტანტიზმი არ ქვია, ამას ქვია გონება დამთხეულობა პოლიტიკაში და ჩვენ, რომლებიც ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე, მიგრაციის არანორმალური მასშტაბებია, ქართველები გარბიან, იმიგრაციის კიდევ უფრო დიდი მასშტაბებია, ეს ხელისუფლება ყიდის ქართულ მიწას და ფაქტობრივად მომავალს უსპობს სახელმწიფოს და ამასთანავე ცოტა სლენგზე, რომ ანუ ჟარგონულზე რო თქვა, აწვება თავის დასავლურ ორიენტაციას. კიდე გეუბნები, ჩემი პოზიცია დასავლეთისადმი ცხადია. ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მეგობრულ, კარგ ურთიერთობაში დასავლეთთან, ევროპასთან, ამერიკასთან. აბა რა ვქნათ ეხლა? ვინმეს მხარეს ვიყოთ და მათ ვებრძოლოთ, თუ მათთან ვიყოთ და რუსეთს ვებრძოლოთ. ერთი ციგიჟია, მეორე ციგიჟია, ხო? ამიტომ მეგობრობას არაფერი არ უდგას წინ, კარგ ურთიერთობას არაფერი არ უდგას, მაგრამ მარიონეტული ხელისუფლების დონეზე ქვეყნის პოლიტიკა
უზარმაზარ საფრთხე შეიცავს და ირანის ამბებმა უჩვენა ეს ყველაფერი. არ არსებობს ამერიკული გარანტია უსაფრთხოების. არ არსებობს. არსებობს მეზობლებთან დაბალანსებული ურთიერთობის სტრატეგია, რომელიც უსაფრთხოების უპირველეს მუხლს შეიცავს და დღევანდელ პირობებში არავინ არავის დაპყრობას არ აპირებს, თუ მას საფრთხე არ ემუქრება. ქართველები იბრძოლებენ თუ მათ საფრთხე დაემუქრათ და ჩვენ უკვე გვემუქრება არა იმის გამო, რომ ვიღაცას უნდა ჩვენი დაპყრობა, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებები 33 წელია საფრთხეს ქმნიან მეზობელი ქვეყნებისათვის და ეს არის ჩვენი იდეოლოგიური სიმახინჯის, ეს არის უჭკუობის, რომელიც არ შეესაბამება ქართველთა გონიერებას, ქართველს გონიერება რო არ ქონოდა და ის უპირატესობები არ ქონოდა, რაც მე აუხსენი 1-2 კვირის წინ, როცა დაფასთან ვიდექი და ყველაფერ ამას სქემებში ხატავდი, მანამდე დღეს ვერ მივახცევდით, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერი იმაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ვართ ამ საცოდავი ხელისუფლების შემყურე, რომელიც მზად არ არის დაჯდეს და გონივრულ დონეზე ისაუბროს საშინაო პოლიტიკაზე, საგარეო პოლიტიკაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ არის კატასტროფა და ამას სჭირდება უკვე საღი ქართველების ჩარევა, რომ ჩვენ ვაიძულოთ ყველანი ერთიან პოზიციაზე დადგნენ სახელმწიფოსადმი დამოკიდებულებაში. ერთიანი პოზიცია კი არ იქნება, ერთიანი იქნება, რომ ამ სახელმწიფოს ხელისხლება არ შეიძლება, ეს არის ყველას სახლი და გასავითარებელი, დასაცავი, კი ბატონო იყავი სხვა აზრის, კი ბატონო იყავი სხვა პარტიის წევრი, მაგრამ შენთვის ძვირფასი უნდა იყოს ეს სახელმწიფო, არა უბრალოდ ქვეყანა, არამედ სახელმწიფო, ეს კულტურა, ეს ენა და ეს ხალხი. სხვა დანარჩენი უკვე ტექნიკის საქმეა, რომელსაც იოლად მოევლება, თუ ქართველთა საღი ქართველთა ძალა დროულად აიკრიბება. ამისთვის არსებობს ქართველთა დიდი გაერთიანება, ხვალ ჩვენ გორში ვიქნებით, შემდეგ კიდე ქუთაისში ვიქნებით დიდი ღონისძიებით და შემდეგ ყველა სხვა რეგიონში ჩავალთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის. რაც შეეხება ქართველთა დიდ გაერთიანებას. ისევ და ისევ მინდა ხაზი გაუსვა. როგორც ჩანს, ძალიან ბევრს კარგად არ აქვს წარმოდგენილი. ეს არ არის პარტია. აქ ვერ იქნება პარტიული იერარქია, ვერ იქნება ჯგუფური ინტერესები, უაზრობა, ჩვენ რეგისტრირებული ორგანიზაციაც კი არ გვინდა რომ ვიყოთ სრულიად გასაგები მიზეზების გამო, ესე იგი შენ შედიხარ ამ სისტემის თამაში, შენ იღებ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების კანონებით დადგენილი, ჩვენი კანონი არის ღმერთი, ჩვენი კანონი არის საქართველო, ჩვენი კანონი არის ამ ხალხის მომავალი, ჩვენ არაფერს არ ვარხოთ, რომ აკეთებდეს ხელისუფლება, იდეალური არაფერია, რაღაცას კარგად, რაღაცას ცუდად ჩვენ არ ვიქნებოდით აქტიურები, მე მაგალითად არ ვიქნები საჯარო პირი, მაგრამ ჩვენ დღეს ავიღეთ ჩვენ თავზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ ყველამ კარგად იფიქრეთ, აქ იერარქიები არ იქნება, აქ დაჯგუფებები არ იქნება, აქ იქნება ყველა იმ ადამიანის ერთობა, რომლებიც ერთმანეთს გააძლიერებს, ეს არის ის, რასაც სინერგია ჰქვია და ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით ამ ქვეყნის გვერდით და არ არსებობს საკითხი, რომლის მიღწევა და გადაწყვეტა არ შეიძლებაოდეს. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ წმინდა საქმეში, ეხლა დაგემშვიდობებით, თავს არ შეგაწყენთ, უბრალოდ გთხოვთ, რომ ყურადღებით მოეკიდოთ ჩვენ განცხადებებს, გთხოვთ ყველას წაიკითხოთ ჩემი დღევანდელი პოსტი ნებაყოფლობითი მონობის შესახებ, ეტიენ დე ლა ბოესის რევოლუციური ფანტასტიკური ნაწარმოები
და იფიქროთ იმ საკითხებზე, იმ და დაგვისვათ კრიტიკული შეკითხვები ქართველთა დიდი გაერთიანების ყველა აქტიურ ადამიანს, რაც თქვენ გაწუხებთ, იმიტომ რომ თავარი პრობლემა მაინც მე ვხედავ ის, რომ ადამიანები ვერაფრით ვერ გამოიყვნენ იმიდან, რომ პარტიული საქციელი ერთია და ის საქციელი, რომელიც ჩვენ ჩავდეთ ამ გაერთიანებაში არის სხვა. ღია ტექსტით გეტყვით, ჩვენ ფაქტიურად შეფიცულთა ინსტიტუტი აღვადგილეთ. რა არის ეს? მე ამაზე საუბარს ნამდვილად არ გაკადრებთ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის იყო საქართველოში, ეს ყოველთვის იყო ყველაზე კრიზისულ სიტუაციაში იმ ადამიანების ერთობა, რომელიც ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის იღებდა მონაწილეობას და მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ასე იქნება. იმედი კი არა მაქვს, ეს ასე იქნება. იმიტომ რომ ეს რომ ჩაიშალოს, ჩვენ ვრჩებით იმ სცენარის წინაშე, რომლის შესახებაც მე არასდროს ვისაუბრებ ხმამაღლა. კარგად ბრძანდებოდეთ, გემშვიდობებით. ხვალ 2 საათზე გორიდან იქნება ჩვენი გადაცემები, შემდეგ კი ჩვეულებრივ იმ კვირაში გავყვებით გრაფიკის მიხედვით. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა რომ უყურებდით.